მეგობარი აქტი ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება ამერიკის შეერთებული შტატების, რომ ის რჩება სტრატეგიული პარტნიორი ქართველი ხალხის და ხაზს უსვა ქართველი ხალხის და არა ლეგიტიმური ქართული ოცნების, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ 28 ნოემბერს მათ გააუქმეს საქართველოსთან, ამ შემთხვევაში საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ხოლო ეს მეგობარი აქტი ამ შემთხვევაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ქართული ხალხისადმი, თვითონ სახელიც გვეუბნება ამას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკელი ხალხი, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ამერიკის კონგრესი რჩება ერთგული ქართული ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების. და მინდა დავესესხო ილიას, რომ თუნდაც ეს აქტი და თუნდაც დანარჩენი სხვა დემოკრატიული ქვეყნების მიერ არაღიარების პოლიტიკა ქართული ოცნების ეს არის სწორედ გამოძახილი იმისა, რომ ჩვენ ვართ იქ უწყვეტად. იქ ჩვენ, რა თქმა უნდა, ქართულმა ხალხმა აჩვენა ძალიან ძლიერი ნება, რომ არ შეეგუება ქართული ოცნების მიერ ხმების მოტაცებას გაძარცვას ქართული ხალხის ამ კრიმინალური ჯგუფის მიერ, რაც ჩაიდინეს მათ 26 ოქტომბერს და ხოლო შემდეგ უკვე გააფორმეს ნადავლი 28 ნოემბერს. შესაბამისად ჩვენ ნახეთ, რომ დეკემბრის დასაწყისში იყო უამრავი ხალხი ფაქტობრივად, ახლა ქვეყნის დედაქალაქის ნახევარი გამოვიდა ხომ ქუჩებში ნახეთ და რამდენიმე დღის განმავლობაში იყო და ახალ წელს რაც ხდებოდა ის არის თავარი კი და თუნდაც ის ატმოსფერო რაც იყო ხო ეს პროტესტი ხშირ შემთხვევაში არის შეზავებული აი იმ იმედთან რომ ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის, ჩვენ ვიბრძვით ჩვენ ქვეყნის ეგზისტენციალური გადარჩენისთვის და აი ამ პროტესტს სწორედ ეს ასე ვთქვათ ლაითმოტივად გასდევს ეს დადებითი ატმოსფერო, აურა თუ რა ვიცი, რასაც იტყვიან და მინდა ასევე შევეხო იმას, რომ სწორედ ეს 111 დღე არის გამოხატულება აი ქართველი ხალხის ნების. ჩვენ ვხედავთ ყოველდღე იკეტება რუსთაველი, ასევე გუშინ ვნახეთ ძალიან ბევრი პოლიციელი ყავდათ, სხვათა შორის გუშინ გამოყვანილი სტუდენტების აქციის შემდეგ და ასე შემდეგ. და ძალიან საინტერესო ტაიმინგია სხვათა შორის აი ამ ფონდების დაყადაღებაც. ჩვენ ნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი, არალეგიტიმური საგარეო საქმეთა მინისტრი და მათ ზარზე იმით გამოაცხადეს, რომ აი ჩვენ შევხვდით და ვითომ რაღაცა ლეგიტიმაცია ვის ატყუებთ, ხო? ჩვენ ნახეთ, აი საარეთყობა და არაფერი და ჩვენ ნახეთ, რომ აშკარად ძალიან ასე ვთქვათ სერიოზული გაფრთხილებები მიიღეს უკვე ახალი ადმინისტრაციისგან და ეს უკვე გადახურდავდა ქართული ოცნებისგან სწორედ იმ ფონდების დაყადაღებაში, რაც ნიშნავს, რომ ცდილობენ ყველანაირად, რომ გვაჩვენებენ თითქოს არ აინტერესებს რუსთაველის გადაკეტა, პირიქით ძალიან აინტერესებს, რომ ცდილობენ ყველანაირად, რომ შეაშინონ რაც შეიძლება მეტი ხალხი, რომ არ გამოვიდნენ ყოველ დღე, არ გადაიკეტოს და სწორედ ეს უწყვეტობა დააკარგინონ ამ პროტესტს, რათა შემდეგ სათქმელიც ჰქონდეს, რომ აი არავინ არ გამოდის, ხო ხედავთ, შეწყდა პროტესტი მაგალითად. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. ჩვენ ალბათ ილია და მეთანხმება, რომ ვიპოვით სხვა გზებს იმისათვის, რომ არავინ არ გახდეს და ჯარიმის გადაუხდელად, რა თქმა უნდა, იქ იქნებიან ასევე ადამიანები, ვინც პრინციპულად არ გადაიხდიან ამ ჯარიმას, ვისაც ასე ვთქვათ. თქვენ ხართ დაჯარიმებულები? მე ერთხელ დამაჯარიმეს 28 ნოემბერს მქონდა სასამართლო, დაიტოვეს პირველი აქცია, რომ იყო 10 ნოემბერი. აი სწორედ მაგ დღეს სასამართლო მქონდა და საკმაოდ კომიკურ ვითარებაში.